პარლამენტის დღევანდელი სხდომა პოლიტიკური განცხადებებით გაიხსნა. ქართული ოცნების წევრებმა რუსეთ-უკრაინის ომზე ისაუბრეს და გეოპოლიტიკური ვითარება მიმოიხილეს. მათი განცხადებით ხელისუფლების დამსახურება, რომ საქართველოში მშვიდობაა. ჩვენ ხედავთ, რომ სამყარო შეიძლება ითქვას ძალიან ფუნდამენტალური ცვლილებების ზღვარზეა და ეს პროცესი შეუგზავად ხასიათს ატარებს. ეს ყველაფერი ხდება, რა თქმა უნდა, პირველ რიგში უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე და რამდენადაც ლოგიკურად შეიძლება ეჩვენებოდეს ვინმეს, დღეს ეს ომი თავისი ლოგიკური დასასრულისკენ მიდის, მაგრამ ეს დასასრული, რა თქმა უნდა, პირველ რიგში არ იქნება სამწუხაროდ უკრაინელი ხალხისთვის და უკრაინული სახელმწიფოსთვის როიტყვიან მომგებიანი. რადიკალური, კოლექტიური, ნაციონალური მოძრაობა და მათთან აფილირებული არასამთავრობო ორგანიზაციები და საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი ძალღონეს არ იშურებდნენ, რომ საქართველო ჰეროიკული ლოზუნგების ქვეშ ჩაერთოთ აი ამ ბრძოლაში, ამ ომში და დღეს იმ სავალალო მშვიდობის ბრჭყალებში რეალობის წინაშე დამდგარიყვნენ, რაც დღეს უკრაინას წინაშე უდგას. ამიტომ დღესაც რო შეიკრიბებიან მომიტინგეები 18 თებერვალს ბიძინა ივანიშვილისათვის დაბადების დღის მისალოცად, კარგად გაიხსენონ და კარგად დაუკვირდნენ იმას, რომ სწორედ ამ კაცის და ამ ხელისუფლების დამსახურებაა, რომ დღეს საქართველოში მშვიდობაა, რომ დღეს მათი სახელები, როგორც ომის გამჩაღებლების და შემდეგ საქართველოს უბედურად დამარცხების, ასე თქვათ, მემატიანება არ იქნება შეტანილი. ჩვენს მიერ გამოაშკარავებულ გლობალურ ომის პარტიას ამერიკის პრეზიდენტმა Deep State უწოდა და მას პირდაპირ ბრძოლა გამოუცხადა. ჩვენი არაერთის მხილების USAID-ის და NED-ის ამერიკის ახალმა ადმინისტრაციამ იგივე ბრალდებით ამ ორგანიზაციების საქმიანობა შეაჩერა და მას კრიმინალებისა და შეშლილი რადიკალების ბუდე უწოდა. იმაზე უკეთეს რას ველოდით, რომ რასაც ჩვენ საუბრობდით აქ, ახლა თავად საუბრობენ იქ, ამერიკის შეერთებულ შტატებში, საიდანაც მხოლოდ თავდასხმის ნიაღვარი მოედინებოდა და თანაც ყოველდღე. ევროკავშირი ბოლო დროს საბჭოთა კავშირის ემსგავსება, რაც სახიფათოა არა მხოლოდ საქართველოსათვის, არამედ თავად ევროპისთვისაც. ევროპული ბიუროკრატია ევროპისთვის ისეთივე სახიფათოა, როგორც საქართველოსათვის ნაციონალური მოძრაობა. მარც არც ერთ დემოკრატიასთან საერთო არ აქვს, თუმცა სამედიეროდ ორივე ყოველდღე სუსტება და გავლენებს კარგავს, თანაც კარგავენ აგენტურასაც. ასე დასრულდა სალომე ზურაბიშვილის. ჩვენ რა თქმა უნდა ვისურვებდით და ძალიან დიდი მეც ვიტოვებთ, რომ როგორც ბატონმა ტრამპმა დაიწყო ღია ბრძოლა Deep State-თან, ეს ტენდენცია გადავა ევროპაზეც და ევროპაც განთავისუფლდება ამ ჭარბი გავლენებისგან და საბოლოო ჯამში ევროკავშირი დაუბრუნდება იმ ღირებულებებს, რა ღირებულებების გამო ჩვენ ვცემთ ასეთ პატივს. რუსეთ-უკრაინის ომის 3 წლის თავზე შეგვიძლია დაბეჯითებით ვთქვათ, რომ საქართველოს ხელისუფლებამ, ქართული ოცნების ხელისუფლებამ მიიღო ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება, რამაც ამ ქვეყანას თავიდან აარიდა უაზრო ომი, ნგრევა და სისხლისღვრა. დიახ, კიდევ ერთხელ და უკვე მე რამდენად ჩვენ მართლები აღმოჩნდით, იმიტომ რომ ვიხემძღვანელეთ საქართველოს ინტერესებით და იმ წუთიერ წითელ ხალიჩებში არ გაგვიცვლია ჩვენი მოსახლეობის იმედები და ოცნებები. დღეს რაც ვითარდება უკრაინის გარშემო, 3 წლის წინ ეს სცენარი ხელის გულზე იდო. ჩვენმა ხელისუფლებამ იცოდა და ამის შესახებ საზოგადოებასაც ვეუბნებოდით, რომ სოფლიო ადრე თუ გვიან აუცილებლად მივიდოდა და წავიდოდა ამ გზით. სამაგიეროდ იმდენად იყო ოპოზიცია და NGO სექტორი მოწყურებული ძალაუფლებას, რომ მზად იყვნენ ქვეყანა ამისთვის ომის ჯოჯოხეთშიც ჩაეგდოთ. მაგრამ მოსახლეობამ კარგად დაინახა, სად იყო ისტორიის ნათელი და სად ბნელი მხარე და არჩევნებზე დემოკრატიული განაჩენი გამოუტანა ომის მოსურნეებს. ყველანი კარგად ხედავთ, თუ როგორ მექვენებს ქვეყანაში ღიად აგენტურული ქსელი, კოლექტიური ნაცმოძრაობის სახელით, რომლებიც ძალღონეს არ იშურებენ ყველანაირი გზით, ძირი გამოუთხარონ ყველაფერს სახელმწიფოებრივს და ყველაფერს, რომელიც ასოცირდება ქვეყანაში სტაბილურობასთან და ეროვნულობასთან. ეგრეთ წოდებული Deep State-ის მთელი მანქანა აქაურ აგენტურულებზე დაყრდნობით მუშაობს და აკეთებს ყველაფერს, რომ ქვეყანაში გამოიწვიოს დესტაბილიზაცია და ყოველთვის ცდილობდა განსაკუთრებით ბოლო წლების მანძილზე, რომ ჩვენი ქვეყანა ჩაერთო ომში და ეს საფრთხე კარგად გვახსოვდეს, რომ ჯერ არსად არ წასულა. მაგრამ ისევ და ისევ ჩვენი პოლიტიკით ქვეყანა აუცილებლად შენარჩუნებს მშვიდობას, ეკონომიკურ სტაბილურობას, მისდროულად განვითარებას და ყველაზე მნიშვნელოვანს სუვერენიტეტს.